ანუ მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში გადაწყვეტილება მივა თუ არა გიორგი გახარიას თომაზე არის გიორგის გადასაწყვეტი. შესაბამისად გიორგი თავად ისაუბრებს ამ გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც ეს კონკრეტულად უშუალოდ მისი გადაწყვეტილება და გადასაწყვეტია, რაც შეეხება თავად მთელ აი ამ საქმეს, თქვენ გახსოვთ ალბათ ბედნიერ ივანიშვილის გაცხადებული მუხარა და შურიზიების სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ტელეკომპანია იმედით, იმ მონოლოგით ყველას ამცნო, ეს იყო განსაკუთრებული შურიზიების გამოხატულების და მუხარის განაცხადი და რასაც ის ასრულებს დღეს ცდილობს უბრალოდ შეასრულოს განსაკუთრებით ორი განზომილებით. ერთი არის ის, რომ ჩორჩანას საგუშაგო ჩადგმასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ქართული ოცნების პირობებში საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის მშვიდობიანად დაცვის კუთხით, აი ამ კუთხით ეს დანაშაულად წარმოაჩინოს, რაც კიდევ ერთხელ კრემლის ინტერესებია, ისევე როგორც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის გამომდინარე მათი არაერთი განცხადებიდან, დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიებიდან საქართველოს სიღრმეში 27 ტერიტორიულ ერთეულზე, მათ შორის ჩორჩანაზე და ის ნიშნულები ტყეში, რომელიც სუსტად ჰქონდა დაფიქსირებული, სწორედ ამის მაჩვენებელი იყო ჩორჩანას ტყეში, რაც ვიდეომტკიცებულების სახით მათ შორის იმ პერიოდში იყო ძალიან ისე თვალსაჩინოდ წარმოდგენილი და მეორე ეს არის რევანში, შურიზიება ივანიშვილის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის მისამართით, იმიტომ რომ მეორე დაბარების საკითხი თქვენ რაც ნახეთ არის როგორც ჩორჩანა, რაზეც მიმდინარეობს როგორც გავიგეთ პროკურატურაში მოკვლევა, ასევე ჩვენთვის ძალიან საგულისხმო და ძალიან საინტერესო იყო საერთაშორისო პარტნიორებთან პარტიის მუშაობასთან დაკავშირებული ის ბოლო ფრაზა, რომელიც კომისარ წოლოკიანის განცხადებაში იყო. კრიმინალიზებას ახდენენ საერთოდ პოლიტიკური პარტიის მუშაობის განსაკუთრებით ჩვენ სასარგებლო პარტნიორებთან, რაც ვფიქრობ, რომ არ გაუკეთებია არასდროს არავის და ესეც განსაკუთრებული ხაზია, თუ გავიხსენებთ პროკურატურის იმ შეთანხმებულ ბოდვას, რითიც საქმე დაიწყეს. შესაბამისად, ეს არის ვენდეტა, ივანიშვილის პირადი ვენდეტა, უშუალოდ გიორგი გახარიას მისამართი, თუმცა იმ განზომილებით, რომ კრემლის ინტერესები და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესები ამ შემთხვევაში არის დამაზიანებელია და ძალიან საშიშია საქართველოს სუვერენიტეტის პოლიტიკური თამაში. კი ბატონო, ქალბატონ თეონა, როგორ ფიქრობთ, აი ეხლა რატომ დააყენა დღის წესრიგში, აი გახარიასთან მიმართებით რაღაცა ეს პოლიტიკური რევანში, რატომ გაააქტიურა ეხლა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ რა ვიცი, აი ერთი წლის წინაც მოღალატეს ეძახდა და იმუქრებოდა მის წინააღმდეგ, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში დღეს რამ ვითარებაც არის ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქართული ოცნების და ივანიშვილის გუნდის ინტერესში, რომ გიორგი გახარიას დაკავება მოხდეს, რაც ალბათ სავარაუდოდ ყველაზე ლოგიკური ჩანაფიქრია აი ამ გამოძიებების დაწყების, ხომ მის წინააღმდეგ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ეხლა გააქტიურა, თუ თქვენ გაიხსენებთ ერთის მხრივ ივანიშვილის ღია გზავნილ შურიზიების სურვილთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში საქმეები უკვე შეკერილია. ეხლა დაძრა ესე ვთქვათ, ეხლა დაიწყო გამოკითხვები ქალბატონ თეონა. ქრონოლოგია კი არ მესმის, მაგრამ ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ერთი იყო ივანიშვილის ვენდეტის ღია მუხარა. შემდგომ იყო გიორგი გახარიაზე თავდასხმა შერატონში თუ გახსოვთ, რომელიც არ გამოიძიეს და იქ მონაწილეობდნენ ივანიშვილის ასე რომ ვთქვათ სახურები. შემდგომ იყო კვერცხებით აეროპორტში დახვედრა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებდა იმას, რომ ეს ღია შურიზიება, შემდგომ უკვე კომისიაზე დაბარება. ამიტომ ეს არის უცხოეთი პროცესი, ვენდეტის, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს და აქ ერთის მხრივ ამათ თავისი პოლიტიკური ჩანაფიქრი აქვს და განსაკუთრებით ის, რომ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სრულად პოლიტიკური ველის მოსუფთავების მიზანი არსებობს, მაგრამ განსაკუთრებული შურიზიება არის გიორგი გახარიაზე. და მეორე არის კრემლის სასარგებლო საქმის გაკეთება, რაც მე შეგახსენებთ იმ სამხრივი სამართლიანი ბოდიში დაიწყო ივანიშვილმა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის
თავდაც შეთხოვს და შემდგომ ანწუხელიძის მიღების გაუფასურებით და შემდგომ უკვე მათ შორის საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალებით. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განზომილების საქმე, ეს არის მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შესაბამისად. რა თქმა უნდა, თუ კითხვა არსებობს იმაზე, ამასთან დაკავშირებით, რომ ზად არის თუ არა გიორგი გახარიანი, რომელიმე ჩვენთაგანი, მათ შორის აი ამ პოლიტიკურ პროცესში ბოლომდე ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, ზად ვართ და მთელი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დემოკრატიის და ევროპული არჩევანის, რის გამოც დღეს უამრავი პოლიტიკური პატიმარი ყავს ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დატყვევებული. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ ბოროტებას და იმ ღალატს საკუთარი ქვეყნის წინაშე, რომელსაც სწორედ ისინი ახორციელებენ. ახლა დღეს ვუსმენდი არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გენერალურ პროკურატურაში, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ საგუშაგო იყო ზარდიანკარში და ის პრობლემა არ ყოფილა. მე არ ვიცი რა დასაუბრობს კონკრეტულად ეს კაცი, მაგრამ მე ვიცი ის, რომ მე გავხდით ზარდიანკარში გენადი ბესტაევის დაკრძალვაზე, როდესაც გენადი ბესტაევი, რომელიც სოფელ ზარდიანკარში ცხოვრობდა, 5 ჯერ იყო გატაცებული ოკუპანტების მხრიდან და მე-5-ჯერ გატაცების დროს იზოლატორში ცხინვალის მას დაემართა ინსულტი და ის ფაქტობრივად ცოცხალმყარი რეანიმობილით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლებად ტერიტორიაზე, სადაც ის გარდაიცვალა და მე თავად გავხდით დაკრძალვაზე გენადი ბესტაევის და პასუხი სად არის კონკრეტულად გენადი ბესტაევის მკვლელობასთან მიმართებაში ან უამრავი ჩვენი მოქალაქე სტატუნაშვილი 82-ას კირბალში თამას გინტურის პრობლემაზე და აი როდესაც აი ესეთი მძიმე ფაქტები ხდებოდა საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ მოქალაქეებს იტაცებდნენ, კლავდნენ და ორდერიზაცია უწყვეტად 2012 წლიდან მიმდინარეობს, ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული ოკუპაციის შედეგი და თანამდებობრივი პროცესი. სულშიც განცხადებას თუ გადაავლებთ თვალს. აი ახლა როდესაც ამის საპირწონედ ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი იყოს აქ პასუხისმგებელი და დამნაშავე, როდესაც საკუთარ სამშობლოზე გადმოგაქო ომის დაწყების ტვირთი, რაც კიდევ ერთხელ რუსეთის საქმეა, საკუთარი გუნდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს აბრალებ იმას, რაც ოკუპანტის ბრალია, ეს ყველაფერი ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საგუშაგოს ჩადგმა უკავშირდებოდა დამატებით ტერიტორიულ პრეტენზიებს, ეს იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი სწორი ნაბიჯი გადადგმული და ეხლა ის ხალხი, რომელიც თავის დროზე ამას სტაჟს უკრავდა და ამასებდა, ამის საპირწონედ ლაპარაკობს იმისთვის, რომ ხოლმე ივანიშვილის ფული და ძალაუფლება დაიცვას საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ და ამით დააზიანოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც არის ღიად გაცხადებული ღალატის ქრონიკების ამბავი. ქალბატონ თეონა, აი ერთს კითხავთ, აი ამ თუნდაც რაღაცა იმ გამოკითხვების სერიის დაწყებას პროკურატურაში და აი რაღაცნაირად უფრო აქტიურად დაძვრას, მოდი ასე ვიტყოდი, აი ამ საქმის, რამე კავშირს ხედავთ თქვა არა აი ამ პროცესსა და მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებს შორის, სადაც თქვენი გუნდი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს. იმიტომ რომ მაგალითად თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ეს არის შანტაჟის ზენა ქართული ოცნების მხრიდან, რომ პირიქითო ან მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ან დაგიჭერთ დაახლოებით ესეთი ტიპის გზავნილიაო, რასაც მე მაგალითად ლოგიკური კითხვა მიჩნდება, რაში ჭირდება შანტაჟი, შანტაჟის გარეშეც აპირებთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. აი, თქვენ მონაწილეობის მიღებას და თქვენ თუ ხედავთ კავშირს? პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის ის, რომ რეჟიმი რომ ყარად იყოს ამ შემთხვევაში, მათ არ დაჭირდებოდა ის რაღაცის ახორციელებს, ესე იგი ეს სიმყარე არ აქვს მათ და ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც კონსტიტუციით უწევს, ისინი ფიქრობენ, რომ აი ამ პერიოდში უნდა მოასუფთავონ ბოლომდე ველი და მხოლოდ ისინი იყვნენ არალეგიტიმურად, თუმცა მაინც წარმოადგენელები მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებაშიც გახდნენ. საქართველოს პარტიას ქონდა განაცხადი გაკეთებული, რომ ყველა არჩევნების ზუსტადებით მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატრიოტების გათავისუფლების კვლავ ზალაში არის, შესაბამისად, როდესაც ეს პოზიცია ისედაც აქამდე ცნობილი იყო და მათ შორის ასევე არაერთხელ ქონდა პარტიას ნათქვამი, რომ ვერავინ იქონიებს გავლენას ამ გადაწყვეტილებაზე და ეს არის პარტიის გადაწყვეტილება ისევე როგორც მისი ამომრჩევლის ამ ვითარებაში ვფიქრობ, რომ ეს შეცვლის სურვილს არ გავს. უფრო აქ არის შიშის მაჩვენებელი ის, რომ
მათ იციან, როგორი დაბალი მხარდაჭერა აქვთ ხალხში, განსაკუთრებით როდესაც საუბარია გუშინ ჩვენც ვნახეთ კვლევები თბილისი და ეს არის პოლიტიკური ვენდეტის გაგრძელება, სხვა არაფერი, იმიტომ რომ გიორგი გახარიას საქმე შეუკერავენ თუ არ შეუკერავენ, გადაწყვეტილება ნათქვამია, გადაწყვეტილება არ შეცვლილა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური ველით მოსუფთავება სურთ ბოლომდე, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ საბოლოო ჯამში მათი მიზანი იქნება შესრულებული, ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესი კიდევ უფრო მძიმედ დასრულდება, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ისინი აი ამ ყველაფერს შეკერავენ და ტოლუკიანის კომისიის საგამოძიებო ეგრეთ წოდებული დასკვნით იტყვიან, რომ ომი საქართველოს დაიწყო, შედაც ნათქვამია ირაკლი ყობახიძეს, მაგრამ მაინც შემდგომი ნაბიჯი არის უკვე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისე, რომ სამი ეგრეთ წოდებული საელჩო იქნება რუსეთს საქართველოში, ცხინვალში, სოხუმში და თბილისში და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალიან საშიში საქმე და კრემლის ინტერესი პირდაპირ გეტყვის. ამიტომ ეს ბრძოლა არ არის პარტიებისთვის, ეს ბრძოლა არის საქართველოს სუვერენიტეტისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამ ბრძოლაში, როდესაც ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ყველაფრისთვის, თუმცა ის მიზანი, რომელიც არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის გადარჩენა არის ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი. ის ირგვლივაც რა თქმა უნდა ყველაფერს დავაკეთებ რაც ჩვენ შეგვეძლება. კი ბატონო და ქალბატონ თეონა აი 20 ივნისის საქმეც გააქტიურდა მოკლედ კახიშვილი დაიბარეს ჭოლაძე დაიბარეს რომელიც თავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო მაგრამ რა ვიცი ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია რომ მამუკა ბახტაძის დაბარება ხდება თუ არა იმიტომ რომ ვიცით სწორედ მამუკა ბახტაძე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მე სხვათა შორის არ მიკვირს ბახტაძეს რომ არ იბარებენ იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს ბახტაძემ განცხადება ჩვენი ხელწერა არ არის რეზინით ტყუებითო და გაზით აქციის დაშლაო და 10 წუთში დაიწყო ეს ყველაფერი ანუ ის დიდად საქმის კურსში მოკლედ მას დიდად არც თავის დროზე არ აყენებდით როგორც ჩანს მე არ ვიცი მე 2013 წელს გიორგი გახარიას თქვენ არ კი ბატონო არც ვიცნობდი გიორგის მაგრამ აქ ერთი რამ არ მნიშვნელოვანი ისინი დაიბარებენ ყველას და ათქმევენ ყველას ამ შემთხვევაში მათი გუნდიდან რაც საჭიროა იმიტომ რომ თქვენ თუ გადახედავთ იგივე გომელაურის განცხადებებს შორჩენასთან დაკავშირებით რომელიც ღიად ხარს უჭერდა ამ ყველაფერს და ამბობდა რომ ეს არის მნიშვნელოვანი ზომა მშვიდობიანი ქვეყნისთვის თეა წულუკიანი რომელიც მაშინ დაშუპრავდა გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძე რომელსაც რა თქმა უნდა იცოდა ის ყველაფერი რაც ჩორჩანის საგუშაგოს უკავშირდებოდა მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება კიევ-ვოლსკი მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე გახდათ მაშინაც და მე მახსოვს რომ ის ღიად ხარს უჭერდა საგუშაგოს ჩათმის პროცესს და იმას რაც სწორი იყო თუმცა დღეს ოპოზიცია აქვს შეცვლილი მათ შორის მათიკაშვილის განცხადებები 2019 წელს რომ ნახოთ და დღეს ნახოთ შეგებრალებათ ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ეს ხალხი პოზიციების ცვლილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ეჭირდება ბიზნეს აივანში. კი ბატონო, ქალბატონ თეორა. ვინც არ უნდა დაიბარონ და რაც არ უნდა თქვენ არ იცლება ფაქტი იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ამ ბორდერიზაციის, როცავი ოკუპაციის, ადამიანების გატაცების, პროლობის, წამების ფონზე აძლიერებს გავლენებს და ამ ვითარებაში ყავს რეჟიმი, რომელიც ამ გავლენებს უწყობს. კი ბატონო, ქალბატონ თეონა, არის თუ არა ვინმე ისეთი მაგალითად ვის დაბარების აუცილებლობასაც პირიქით თავად გახარია ან თქვენი გუნდი ხედავს თუნდაც აი იმ ნაწილში რომ რაღაცა სიმართლე თქვას ის სიმართლე რომელსაც მე არ ფიქრობ რომ სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე დღეს ამ რეჟიმის პირობებში საერთოდ რაიმე საუბარს აზრი გქონდეს იმიტომ რომ დააბრალო კაც საკუთარი ტერიტორიაზე კონტროლება ტერიტორიაზე საგუშაგოს ჩადმა რათა შეაკავო დამატებით ტერიტორიული პრეტენზიები მარიონეტული რეჟიმის ამ შემთხვევაში ეს იმდენად სიგიჟეა ოკუპირებული ქვეყნისთვის რომ წარმოუდგენელია რომ ამაზე საერთოდ სერიოზულად ისაუბროს შესაბამისად რაიმე მცდელობა იმისა რომ ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან ან ივანიშვილის ჯიბის სასამართლოსთან რაიმე სიმართლე დამტკიცდეს ასევე სიგიჟე მგონია მაგრამ აქ თავარი არის საზოგადოება ხალხმა უნდა გაიგოს ასაკეთებს რეჟიმი მათ შორის იმათმაც ჯერ კიდევ ვინც ვერ გაიგეს აი საოკუპაციო ხაზთან ცხოვრები ხალხი რომელიცაც თანაც მე ხშირად დავდიოდი
ჩემი დეპუტატობის პერიოდში და ძალიან კარგად ვიცი როგორ მძიმე მდგომარეობაში ესხობ. აი ზარდიან კარს დღეს რო ახსენებს ის ბატონი, რომელიც დღეს გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მივიდა პროკურატურაში, ძაღლის ყბა ჰქონდა გამომული, რომ ზარდიანის კარში გადამწვარი სახლების სახურავები პირობა, რომელიც 2012 წელს მისცა ოცნებამ, ამ ხალხისთვის შესრულებული იყო და მათ შორის ის გამოწვევები, რომელიც ამ ხალხს ოკუპაციო ხასთან აქვს, რაღაცნაირად შეცვლილიყო. ვერაფერს ვერ მივახციე გარდა იმისა, რომ ზარდიანის კარის სახურავები სახლების იქნა ბოლო-ბოლო გამოყოფილი თანხა და გაკეთდა, მაგრამ რას ეუბნებიან ამ ადამიანებს? აი 40,000 ოფიციალური მონაცემი ბოლო რაც იყო, ცხოვრობდა საოკუპაციო ხაზზე. დღევანდელი მონაცემით ბევრად ნაკლები იქნება, იმიტომ რომ მთლიანად საქართველოს იცვლება არათუ საოკუპაციო ხაზი. მაგრამ რას ეუბნებიან ამ ადამიანებს, რომ საგუშაგო, რომელიც მათ იცავს და უსაფრთხოება, რომელიც არის ვალდებულება ხელისუფლების და არანება მათი დაცვის აღარ იქნება გაკეთებული და ოკუპანტებს რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ბედზე საერთოდ საუბარი არის. აი თულყიანი ნიანგისრებლებით რო ეუბნებოდა მწვავე ცხოვრებს იმ თავის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე რო გმირები ხართო ირაკლი ყობახიძე არ აყავთ მაგათ პრემიერი ერთხელ რომ არ ჩასულა საოკუპაციო ხაზთან და ერთხელ რომ არ მოუკითხია ამ ადამიანების ბედი და ამ ადამიანების ძიმე მდგომარეობა. კი ბატონო, გასაგებია. თავარი სამიზნე აუდიტორია არა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო ან ჯიბის პროკურატურა, აქ არიან ხალხი, ადამიანები, რომელთაც ეს რეჟიმი საფრთხეს უქმნის. მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ კეთილდღეობას და იმ ევროპულ მომავალს, რომელიც ღია იყო გასაგებია. ხალბატონ თეონა, კი ბატონო, აი მოკლედ რომ მიპასუხოთ, ელოდებით რომ შესაძლოა დაიჭირონ გახარია? არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება ამ რეჟიმის პირობებში და არახოლოდ გახარიას დაჭერის რეალური საფრთხე არსებობს, არამედ კიდევ ბევრი სხვა არახოლოდ პოლიტიკოსის, არამედ სამოქალაქო აქტივისტის, სამოქალაქო საზოგადოების კი ბატონო, გასაგებია. შესაბამისად, ეს არ არის აქ თემა, ვის დაიჭერენ, ვის არ დაიჭერენ, არ არის თემა. ჩვენ ამ ბრძოლაში გააზრებულად ვართ და ამიტომ ვამბობ, რომ დიდი მადლობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აი ეს უბედურება, რასაც მართლა ქართული კოშმარი ქვია და არა ქართული ოცნება, დასრულდეს იმგვარად, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობიანად გამთლიანების და ევროპული მომავლის ის შესაძლებლობა, რომელიც თვალსაჩინოდ ღია იყო და დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თეონა აქუბარდია იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი.